ვაკეთებ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ვაშა და ვაშა. კოცები ხომ გახსოვთ როგორ მოვიდნენ? თავი ჩემია და ტრაკი არაო. ახლაც იმავეს აკეთებენ და ამბობენ. პროჭორილელებმა ჯერ ხომ 2008 წლის ომის მიზეზის დამდგენი კომისია ჩაიფიქრეს ვითომ. მერე ხო ნარნარად გადაეზრდათ 2003-2012 წლების ხელისუფლების მოღალატეობის დამდგენ კომისიაში. და ახლა საკუთარი ლეღვის რეკორდი მოხსნეს. დავკვირდნენ რომ შექმნია ნიუ-იორკ ტაიმსის ციტატების ჰომოგენურობისა და დედანთა მსგავსების შემსწავლელ კომისიას. ოღონდ გორის საკრებულოში. პატარა გორი დიდია, ხო? ერთი დადგინდეს რომ წერტილია გადასმული ან ძიმე იქ არა, სადაც ბატონმა დავითმა დასვა. საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც ამტკიცებს, მაგ გაზეთმა თუ რაღაცამ, აი, ნიუ-იორკ ტაიმსი რო ქვია, ტიტანური ნაზრევი გამიყალბო. ამას რომ დაამტკიცებს, მერე მიხედავს ყველას, ვინც უკვე ანტიდასავლურ იდეებს აბრალებს და ამტკიცებს, რომ ამ ვიდეოში ნამდვილად ბატონი დავითია და ნამდვილად დასავლეთს აბრალებს უკრაინისა და საქართველოს მტრობას. თქვენ გძინავთ? შეხედეთ რა ხდება ევროპაში. რა უყვეს უკრაინას? იცი რეზოლუციას ხარს უწევს, გუში რომ მიიღო ევროპარლამენტმა, ყველა არის საქართველოს მოღალატე. აი, ამ კაცის პროგრესულობაში როგორ შეგიძლიათ ეჭვი შეტანა. ამ მოაზროვნეზე როგორ თქვით პრორუსიაო. დიდ შარშია ამერიკული ჟურნალისტიკა. ქართულზე აღარ ვამბობ, მაგრამ აი, ამერიკულსაგენა მაგრა დაენძრა გორში. ეხუმრები გორის სასამართლოში რომ გამოგიძახებენ და ნიუ-იორკიდან გახდები ჩამოსასყდომი ჩვენების მისაცემად. თან იქვე შეიძლება ხელბორკელები დაგატონო თანამდებობის პირის საშინელი ცილისწამებისთვის. გორის საკრებულოში ნიუ-იორკ ტაიმსის სიყალბის შემსწავლელ კომისიას ვადები არ დაუსახელებია. არ ვიცით, როდისთვის უნდა ველოდოთ შედეგს, ანუ როდის დადებს ავტორიტეტულ დასკვნას გაუყალბა თუ არა ამერიკულმა გამოცემამ ციტატა ბატონ დავით რაზმაძეს. რომელმაც ნიუ-იორკ ტაიმსის ჟურნალისტის წინაშე უფალს მადლობა შესწირა რუსის ჯარის მოვლენისთვის გორში. თორემ ციტატა მიშას ხულიგნები მთელს ქალაქში მაროდიორებდნენ და მოდელსაც კი მანქანა მოპარესო. ხო და მადლობა რუს რომ შემოვიდა გორშიო. ნიუ-იორკ ტაიმს მე რა თქმა უნდა არ ვენდობი. ვინ ჩემი ირაკლი კობახიძე ეგენი არიან რომ რამე ავტორიტეტი ჰქონდეთ. მაგრამ ახლა ეგენი ამბობენ საათნახევრის ინტერვიუ გვაქვს ჩაწერილი და ზუსტად ეგეთებს ამბობს 2008 წლის ომზეცსა და რუსეთზეც. თუმცა მაინც ყველაფერს გადამოწმება სჭირდება იქნება და ამიტომ მე ახლა Google-სა და ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვებ. გამარკვიეთ 2008 წელს გორში რა მარადიორობა მოხდა მეთქი. მიპასუხეს აი ამ ვიდეოთი. У них всё было, всё. Охуенные кровати, блядь. Охуенная казарма с пластиковыми окнами, блядь. Как мы, блядь? Да мы, не то что мы как бомжи, а итог они проебали. არა კაცო, ეგენი მიშას ხალხი არაა, ნამდვილად. სხვა ვთხოვე. მეორე ვიდეო ეს შემომთავაზეს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ თუ როგორ ძარცვავენ რუსის სამხედროები ერთ-ერთ ბანკს. რამდენიმე შეიარაღებული პირი შენობაში დღის საათებში შევიდა. იქ კარგად ჩანს თუ როგორ ტეხენ ისინი სამხედროები ბანკს და იქიდან საოფისე ტექნიკა გააქვთ. არა, ეგენიც მარადიორები არიან, მაგრამ მიშასები ნაკლებად ეთქმის. აი, კოკოიდ პუტინისა უფრო. კიდევ სხვა მეთქი. აი, ეს მომცა. Слушай, быстро кинь! Быстро! არც ეგაა მიშას კაცი, ზუსტად ვიცი. ცხინვალელი მაიორია, გვარიც კი ვიცოდი, ოდესღაც გორის შესასვლელიდან იმ დღეს იარაღის როლითა და მუქარი წაიყვანა მგონი ორი მანქანა, რომელიც უცხოელ ჟურნალისტებს ყავდათ ნაკირავები. მოკლედ, არც ეგ გამოგვადგა. დავაზუსტე ამოცანა. მაროდიორობა მჭირდება 2008 წელს გორში. ოღონდ ქართველის ხელი უნდაერიოს მეთქი. და გამომიჩინა ეს ხელი. არა, ეს ხელი. Что это за вилка? Не лезь туда, хорошо? А вилка откуда? Это тебе уже какая разница? Берите Иди камеру. отсюда, говорю тебе. Берите камеру. Неинтересно, откуда вилка? Отходим назад. Все, Ребята, золотая вилка откуда? до первой машины, до первой Золотая машины. вилка откуда у него? До первой машины. Вы хоть спрячьте, если сперли, хоть спрячьте. ხო და იქნებ მაგას გულისხმობდით, რომ მთელს მსოფლიოს უყვებოდით, რომ ქართველები, მიშას ხალხი მაროდიორობდა გორში. ქართველი აშკარად აი ის ვინც ცდილობს ჩანგალი ამოცა უსაწყალ რუსის ალდას ჯიბიდან. ნახდათ ეთყობა რომ ქართველია. მაროდიორობა აბა რა არის ჩანგალს რო ამოაცლი ჯიბიდან თან ბოლო ჩანგალს. ბატონო დავით, ეს ვიდეო გქონდეთ ჩემგან.
პირადად ჩემგან და მაგის გადამღები ოპერატორისგან ბაქა შარაშენძისგან სამახსოვროდ. რომ შეძლოთ, როცა იქნება დამტკიცება, როგორ ყაჩაღობდნენ ქართველები გორში 2008 წლის აგვისტოში. მე კი სანამ თქვენ ნიუ-იორკ ტაიმსთან გაარკვევთ ურთიერთობას, ვეცდები გავარკვიო აი იმ ქართველი პროვოკატორისა და მაროდიორის ვინაობა ჩანგალს ვის წაეპოტინა. პატარა ქვეყანა აქ, ასე არავინ დაიმალება. გიპონით მაგდებს, მე გპირდებით. და მე ყველას ერთად ვაგებინოთ პასუხი. მომიდომ ეს აქ მშვიდობიანი რუსი ჯარისკაცების დაჩაგვრა და ჩანგლების წართმევა. ამბავი მოხდა. თან დიდი ამბავი, თან ცუდი ამბავი. გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭისყრაზე დააყენა თითქოს უკვე რუტინული განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც აგვისტოს ომის ყოველ წლის თავზე განიხილავს და იღებს ხოლმე. განცხადება კი მიიღო, მაგრამ ახლა პირველად 17 წლის მანძილზე ამ განცხადებით რუსები და მათი მარიონეტები უფრო ბედნიერები დარჩნენ ვიდრე ჩვენ. I will not comment more, I will just ბევრი რომ არ ვილაპარაკო, დავიმოწმებ მართველი პარტიის ქართული ოცნების ციტატას. ეს ზუსტი ციტატაა. ფაქტია, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურული მოქმედება არა მისი ფსიქიური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან ორგანიზებული და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად სასიცოცხლოა, რომ ჩატარდეს საჯარო პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს, ვინ ჩაიდინა ყველაზე უარესი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გენიალური სვლა. რუს მოყავს პროჭორვილელთა ციტატა, რომელიც თვითონვე დაუწერა და ათქმევინა. იქამდე კი, თავად სხდომაზე, ამავე კაცმა რუსეთის სახელით ილაპარაკა. თქვენ ახლა ნახეთ ევროპული დიპლომატიის საბრალო უსარგებლობის ცოცხალი ილუსტრაცია. მათ სადეს ნაფტალინიდან ამოიღოთ კონფლიქტი, რომელიც დღეს იმდენად აქტუალური აღარ არის, რომ უშიშროების საბჭოს მისი განხილვა დასჭირდეს. ერთადერთი მიზნით, ძირი გამოუთხარონ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმდინარე ძალისხმევას. რას გულისხმობს ეს კაცი? რატომ მხოლოდ ევროპელებიო? იმიტომ რომ შეერთებული შტატები პირველად 17 წლის განმავლობაში არათუ ინიციატორი არ ყოფილა ამ დადგენილებისა, არამედ მხარიც კი არ დაუჭირა. და ისევ რატომ? მსგავსი პრეცედენტი გვაფიქრებინებს, რომ შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ შეიძლება გადახედოს საქართველოს უპირობო მხარდაჭერას, რომელიც დემოკრატიულ პარტიას ახასიათებს და უარი თქვას ანტირუსულ რიტორიკაზე დიალოგის დაწყებისა და დანგრეული კავშირების ეტაპობრივი აღდგენისთვის. ლაპარაკეს თუ არა ტრამპმა და პუტინმა საქართველოზე ალიასკის შეხვედრის დროს კაცმა არ იცის. შეთქმულების თეორეტიკოსები გვიბიზგებენ ნასკვნისკენ, რომ შეერთებული შტატები იმდენადაა დაინტერესებული რუსეთის ჩამოშორებით ჩინეთის, ირანისა და ინდოეთისგან, რომ მზადაა საქართველოს მხარდაჭერა დაუთმოს. ესე უბრალოდ. შეიძლება კი, შეიძლება არა. მაგრამ შეთქმულების თეორიის გარეშე მყარი და წყალგაუვალი ფაქტები რა გვაქვს? გვაქვს მოღალატეთა ხროვა, რომელიც ჩემი და თქვენი სახელმწიფო სახელით უმტკიცებს მსოფლიოს. საქართველოს დაიწყო ომი და ამას სულ მალე წიგნად შევკრავ. გვყავს მოღალატეთა ხროვა, რომელმაც მიაღწია ფრენების აღდგენას რუსეთში და ვიზების მოხსნას საქართველოს მოქალაქეებისთვის. გვყავს მოღალატეთა ხროვა, რომელიც ქორწილებს უმართავს ლავროვის ოჯახის წევრებს და აქტივისტებს აპატიმრებს, მერე როგორ თუ ამათი ბედნიერების წინააღმდეგები ხართო. გვყავს მოღალატეთა ხროვა, რომელიც ფიანდას სუგებს და პარლამენტის სპიკერის სავარძელში სვამს ბოლშევიკ პრავოსლავნიკ გავრილოვს. გვყავს მოღალატეთა ხროვა, რომელსაც ქვეყანა რუსეთისკენ კი არა, რუსეთში მიყავს. გვყავს მოღალატეთა ხროვა, რომელიც აქტიურად წვავს ყველა ხიდს, რომლის აშენებასაც საქართველოსკენ ევროპა ცდილობს. ახლაც ამერიკის გარეშე მხარდამჭერი განცხადება ევროპელების ინიცირებული იყო და მათივე ხმებით გავიდა მხოლოდ. მაინც ვიცნობდეთ ივანაშვილზე უკეთეს ქართველებს, ვინც ამ ტრიბუნაზე იდგა და ამეებს ლაპარაკობდა. გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, სლოვენია, დანია, საბერძნეთი და ლატვია, რომელიც არ არის უშიშროების საბჭოს დროებითი წევრი ჯერ, მაგრამ ჩვენი ხადრით დროსაც გადაახდა და ხელი მოაწერა ამ განცხადებას. The Russian invasion of Georgia in August of 2008 demonstrated the start of Russia's more aggressive stance towards its neighbors. ახლა კი შეხედეთ ამავე ქვეყანას მეორე ნახევარსფეროდან და გადაწყვეტეთ. ამ ქვეყნისთვის ბრძოლა თუ ღირს. ამისთვის რუსის კიდევ უფრო გადაკიდება თუ ღირს. არ უნდა თვითონ და მოსალოცი ამბავია ბატონებურის. თქვენ ისევ დიდოსტატურად გათვალეთ და გამოიცანეთ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო საუკეთესო ელჩი ამერიკაში. ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, რომლის ერთადერთი მიღწევა ევროსაბჭოში და ზოგადად დიპლომატიაში ელჩობისას ამ საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს გამოპანღურება იყო, ჩავიდა ამერიკაში და ეგრევე დაატყო თავისი პროფესიული ხელი. დაიწყო უბრალოდ გააგრძელა ურთიერთობების ჩეხვა, ყველანაირი. და რაში არა მართალი რუსეთის წარმომადგენელი. რას ამბობს ისეს, რასაც არ იმეორებს ივანაშვილი, პაპუაშვილი, ყობახიძე, წულუკიანი, კალაძე, აგერ დავით რაზმაძე გურიდან, სასაშათირიშვილი დიოგენეს კასრიდან თუ იმედიდან. აი, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.
რუსეთ საქართველოს სავაჭრო ბრუნვა არის 2.5 მილიარდი დოლარი და შაშან 1.5 მილიონმა რუსმა ტურისტმა მოინახულა საქართველო. ეს მოწმობს ჩვენი ორი ერის სურვილზე აღადგინონ კავშირები და ნორმალიზდეს ურთიერთობა. საქართველოს ხელმძღვანელობა საკმარისი სიბრძნე აღმოაჩნდა, რომ ბოროტის სცენარი უარეყო. თუმცა ჩვენს ევროპელ კოლეგებს ეს მოსვენებას არ აძლევს და ცდილობენ საქართველოს მიიყვანონ იმავე ტრაგედიამდე, რაშიც უკვე ჩააგდეს უკრაინა. ჩვენ ასეთ მცდელობებს შევეწინააღმდეგებით. მისი თქმით, რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და ამ ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით. ამრიგად, 2008 წლის კონფლიქტი უკვე არააქტუალურია. რა შეიძლება გითხრა უარესი ვიდრე ის, რომ შენი ბრძოლა უკვე არააქტუალურია. მხოლოდ ის, რომ შენი მებრძოლები, აქამდე რომ ეროვნულ გმირებად ასახელებდი, თურმე PR შესწირვიან და საერთოდაც გმირები კი არა, ხულიგნები იყვნენ. გორში სამარადიორო ჩასულები. ოღონდ ამას უკვე ამ პოლიანსკის, ან ნებენზიას, ან პუტინს ვეღარ დააბრალებ. მათ ეს არ უთქვამთ. ეს თქვეს ქოცებმა, საქართველოს გენეტიკურად ქართველმა მტრებმა. ამერიკამ საქართველო შეიძლება დაივიწყა. რუსები კი არ ივიწყებენ. ეგ ამბები როგორც წესი ერთმანეთთან კავშირშია ხოლმე. რაში გავახსენეთ და ვინ გვახსენა? FSB-მ გვახსენა. გამოძიებაში როგორ აღკვეთა მორიგი ტერაქტი ყირიმის ხიდზე. Я должен был получить там автомобиль и на нем поехать в Республику Крым по Крымскому мосту. Ну, после чего меня задержали. 130 килограммов финской взрывчатки планировали провезти через Крымский мост. სულ ამბობთ ხოლმე რომ FSB მაგარია. არა, 2012-ში მართლა მაგარი ჩაგვიტარა. ზოგი ახლაც ვერ მოსულა აზრზე. იქნებ ამ შემთხვევაში გვეფიქრა რა მაგრები არიან, როგორ მუშაობენ, როგორ აღკვეთეს ტერაქტი და ყირიმის ხიდი კიდევ ერთხელ გადაარჩინეს დანგრევას. მაგრამ აქ ისეთი იაღრიში გაეპარათ, დაამწყები ოპერთანამშრომელიც რომ არ უნდა უშვებდეს. 2022 წლის ამბავი ყველას გახსოვთ. ხიდი მართლა დაზიანდა და საბოლოოდ მხოლოდ 9 წლის შემდეგ აღდგა, როცა ზედ აფეთქდა 21 ტონა ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი მოწყობილობა. 21 ტონა. ახლა კი გვეუბნებიან, რომ უკრაინელები 130 კილომდე ჩამოქვეითებულან და ასე უნდათ ხიდის დაზიანება. 130 კილოგრამი ძმებო FSB-შნიკებო. მეორეა თუ დაახურულ სივრცეში აფეთქებ. აი თქვენ რომ ააფეთქეთ თავის დროზე სახლები მოსკოვსა და ვოლგოდონსკში. ჩეჩნებისთვის რომ დაგებრალებია და მეორე ომის დაწყების საბაბი შეგექმნათ. ოღონდ იქაც სამჯერ მეტი დაგჭირდათ. ღია ხიდზე კი რა უნდა ქნა 130 კილოგრამით. წინ და უკან მიმავალ მანქანებს დაწოვ. ორ-სამ კაცს გავუყენებ მოუსავლეთის გზას, ხიდი კი იდგება. არაფერი არ მოუვა. სერიოზული ტერაქტის ამბის შექმნა თუ გინდოდათ, სატვირთო მანქანა უნდა დაგეყენებინათ და არა ეგ რაღაცა ფარჩაკული ვოლტი ბოდიში შევროლეს ყველა პატრონთან. მე მხოლოდ გაბარიტები და ტვირთამწეობა ვიგულისხმე მაგ მანქანის. ფურასაც არ დაგიჯერებდით, რა კი FSB ხართ, მაგრამ უფრო ახლოს იქნებოდა რეალობასთან. ანუ და გეთქვათ, შევროლეთი სადმე კონცერტზე შევარდნას აპირებდნენ და იქ დეტონაციასო, მაგრამ ამისთვის ლურსმნები, რაღაც ლითონის დეტალები, რაღაცების დამატება გჭირდებოდათ, მოკლედ რაც ტალღას გააძლიერებდა. ახლა კი გინდა არ გინდა უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც უბედურება გაქვს ჩაფიქრებული და რაღაცას ჩმახავთ. უკრაინულ სპეცსამსახურებს მაგ საქმით ვერ გააშავებთ. კი, ცოტა არაპროფესიონალები გამოჩნდებიან, რომ 130 კილოგრამით ამხელა ხიდის განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ ომია და ყველაფერი მოსულა ახლა. და სხვა რა შეიძლება გინდოდეთ? ქართველებისთვის ყველაზე ლოგიკური ამბავია, რომ ჩვენ პირველ რიგში საქართველოს მოხვდებოდა ყურში და ქართული სატრანზიტო ნომრები მოხვდებოდა თვალში, პოლონურ ნომრებთან ერთად. 2022 წლის აი მამალი ტერაქტის შემდეგაც უკრაინელებთან ერთად ქართველები ახსენეს, როგორც ორგანიზატორები. ძებნაც გამოაცხადეს და დაუსწრებლად გაასამართლეს კიდეც. ახლაც ეს შევროლე რუსეთში ლარსის საზღვრიდანაა შეყვანილი. როგორც გვიმტკიცებენ, ისევ ქართველები არიან ჩართულები. ახლაც. ახლა ამაზე გამოაცხადებენ ძებნას და რა თუნდაც ეს ყველაფერი. ყოველი შემთხვევისთვის, სამშვიდობო მოლაპარაკების იმიტაციისთვის რუსებს ახლა ძალიან გამოადგებათ უმანკო რუსეთისა და ტერორისტული უკრაინის სურათის დახატვა. აი ნახეთ, მშვიდობიან ხიდებს გვიფეთქებენ, ყირიმში დამსვენებლების სისხლის წყურია და ასე შემდეგ. მათ კი ეხმარებიან ქართველები და უკვე მე რამდენედო. ამიტომ მხოლოდ რომ გაიგებთ, რომ საქართველოში 1-2 ბომბი ჩამოვაგდეთ ან 4-5 ტანკმა შეისეირნა, არ გაგიკვირდეთ. ჩვენ მხოლოდ თავს ვიცავთ. აგრესორები კი აი ეგენი არიან. ანა არ იტყვიან. აგრესიის მუდმივად განახლებადი საბაბი საჭირო რამაა. სულ უნდა კონდეს ხელთ, რომ თავი იმართლო. რა თქმა უნდა, შენი ნათქვამი უნდა გაამაგროს ვინმე ადგილზეც. რა კარგი იქნეს, რა სწორი იქნეს, რომ დაგვარტყესო. მაგალითად, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, პარლამენტის რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ. იქ საერთოდ მადლობასთან ერთად ბოდიშსაც მოიხდის, როცა კი დაავალებთ.
ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი. შოთას ანდერც მიუძდევ. სულ ვცდილობ არ შემოვაკლო ქართული და არ აქვნა სიტყვა მცირობა. ამიტომ ყოველთვის მინდა სათანადო სინონიმი მოუძებნო ხოლმე სიტყვას გამოყენებული. იმ ადამიანებზე საუბრისას, რომლებიც დღემდე ხმალივით მოიქნევენ ხოლმე ტერმინს ნაცკოცური, ან კოცნაცური რა მნიშვნელობა აქვს. კარგად მესმის, რომ კონკრეტულ ადამიანებს დროის კონკრეტულ პერიოდში არ მოსწონთ კონკრეტული ხელისუფლება. კონკრეტულად 2004-2012 წლებში. მესმის, რომ კონკრეტულ ადამიანებს მაგალითად კონკრეტულად და ზოგადად არ მოსწონთ რომელიმე სხვა, ან საერთოდ არც ერთი ხელისუფლება. ეს არათუ ნორმალურია, ძალიან კარგია. რა კი, ყველაზე ეფექტური გზაა საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის განვითარების. როცა შენს ხმას ისმენენ, როცა შენს ხმას მართლა ხმის ძალა აქვს. არჩევნებზე რომ მიდიხარ და შეგიძლია შენაერებთან ერთად აი ეს კონკრეტული ხელისუფლება უბრალოდ გადაერჩიო. მაგრამ ახლა მინდა გთხოვოთ კალენდარს შეხედოთ. 2025 წლის მეორე ნახევარია და ნაციონალური მოძრაობის არა ერთი, არამედ რამდენიმე ლიდერი ციხეშია, ისევე როგორც სხვა პარტიების, ვინც ნაციონალი არასოდეს არ ყოფილა. აბსოლუტურად არასამართლებრივი ბრალდებებით თან. უფრო გასაგებად, პოლიტიკური პატიმრები არიან. და როცა თქვენ 2025 წლის მეორე ნახევარშიც კი ჯიუტ და ყელმოღერებით იმეორებ ტერმინს ნაცკოცური, იქვე გთხოვ დაამატოთ რით შევცვალო ზემოთ მითითებული სიტყვა თუ ქვემოთ მითითებული. რა სინონიმს იმსახურებთ? სიტყვა ნაცკოცური დეფისით იწერება. დეფისი გამოიყენება მაშინ, როდესაც შედგენილი სიტყვის ორივე ნაწილი ტოლსტორია. ტოლსტორის დეფისით იწერება. ხო და რის თქმა გინდათ, ის 9 წელი და ეს 13 წელი ტოლსტორია? იმ 9 წელში, რომელიც არ მოგწონდათ, წაგართვეს სახელმწიფოდ განვითარების პერსპექტივა. იმ 9 წელში, როცა თავს ოპოზიციას მიაკუთვნებდით, უთხრეს ევროპას, ევროკავშირს, ნატოს, ზოგადად დასავლეთს, არაფერი გვინდა თქვენი მტრები ხართო. თან უთხრეს თქვენი სახელით, რა კი, თქვენი სახელმწიფოც ესე თქვენი სახელით უნდა ლაპარაკობდეს. იმ 9 წელში, როცა რა ვიცი, ცვლილებებზე უცნებობდით, ან იბრძოდით ამ ცვლილებებისთვის, ათქმევინეს რუსეთს. ეს რა კარგი ხალხია საქართველოს სათავეში როგორ გაგვიმართლაო. და რა ამ ცვლილებებისთვის იბრძოდით თქვენ? კიდევ შუაში ხედავთ საკუთარ თავსა და საკუთარ ადგილს? მაშინ უნდა ვიკითხო, ზრდილობიანად, რის შუაში? საერთოდ, ხედავთ რაიმე სივრცეს შუაში სტობისთვის, რაიმე განსხვავებას. გარდა იმისა, რომ თქვენ შეიძლება მეორე დილით მოგადგნენ, მას შემდეგ რაც თქვენს მეზობელს მიადგებიან წინა საღამოს. ეგაა და ეგ მთელი განსხვავება. თუ ამ და მილიონ სხვა კითხვაზე უარყოფითი პასუხები გაქვთ, მაშინ 13 წლის შემდეგ მაინც უნდა მოეშვათ ამ ტერმინის გამოყენებას და აღიაროთ, რომ ასეთი სერიოზული მართლა ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე საქართველო დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში უბრალოდ არ მდგარა. მაშასადამე კოცი არ უდრის ნაცს. ხოლო თუ კითხვებზე პასუხი დადებითი გაქვთ, ან ცოტას მაინც ორჭოფობთ, თქვენ მოდი მაგ პასუხის ჩამოყალიბებაზე იფიქრებთ. მე კი წავალ და ლექსიკონებს გადავშლი. იქნებ აი იმ სიტყვის რაიმე ადეკვატურ სინონიმს მართლა მივაკვლიო. ოღონდ დამშვიდობებამდე გიბარებთ. რაც უნდა მაღალ ლიტერატურული სიტყვა და მაღალ ფარდოვანი ტერმინი ვიპოვო. თქვენ ჯერ კიდევ შუაში 2025 წელს იმ დეფისად მაინც გამოყენებულები იქნებით. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень გადაცემა.